ციხნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის სოციალური საჭიროებებისთვის $1,000,000 ლარზე მეტს ხარჯავს. ასევე შობადობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება ახალშობილების ოჯახებს ფინანსურად ეხმარება. დეტალურად პროგრამების შესახებ ვისაუბრებთ ციხნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ ლია ბაკაშვილთან. ქავოტო ლია, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქავოტო ლია, სოციალურ პაკეტში ძირითადად რა პრიორიტეტები არის განსაზღვრული? მოგესალმებით, როგორც უკვე იცით, ციხნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი მოიცავს 23 პროგრამას. ყველაზე მეტი მომართვენობა გვაქვს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის და ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარების კუთხით. სამედიცინო დახმარების პროგრამა, როგორც იცით, უკვე ითვალისწინებს ოპერაციების გამოკვლევისა და მკურნალობა რეაბილიტაციისთან დაფინანსებას. დასაფინანსებელი თანხაზე და ზღვარი ამოხში განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ონკოლოგიური ავადმყოფობისთვის 1200 ლარით, შესაბამისი პროცენტული განგარიშების მიხედვით. დღეის მდგომარეობით უკვე მოგმართა და ისარგებლა 980-ზე მეტმა მოქალაქემ. რაც შეეხება ოჯახების და ბავშვების სოციალური დახმარების პროგრამას, აღნიშნული მუხლი გულისხმობს ფინანსური დახმარების გაწევას პირველი და მეორე ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით. აქ განსაზღვრული გვაქვს ფინანსური დახმარება 700 ლარის ოდენობით, თუმცა 2026 წლიდან უკვე გვექნება კარგი სიახლე და 700 ლარის მაგერ თანხა განსაზღვრული იქნება 1000 ლარის ოდენობით. კერძოდ 200 ლარი სააფთიაქო დაწესებულებაზე ჩარიცხვით და 800 ლარი მოქალაქის პირად ანგარიშზე დარიცხვით. მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა აღნიშნული პროგრამით 140-ზე მეტმა ოჯახმა. ესე იგი დავაზუსტებ, მომავალი წლიდან ოჯახებს, რომელთაც ეყოლებათ პირველი და მეორე შვილი, 1000 ლარ დახმარებას მიიღებენ, რაც ალბათ გარკვეული შეღავათი იქნება ახალშობილი ოჯახებისთვის. დიახ, 1000 ლარს, 800 ლარი პირად ანგარიშზე. ასევე მინდა აღვნიშნო, აქვე დავამატებ, რომ წელს პირველად განვახორციელეთ ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასკოლო საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფას სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებზე, კერძოდ პირველკლასელებზე. მიმდინარე წელს 77 სოციალურად დაუცველ პირველკლასელ მოსწავლეს გადავეცით ორთოპედიული ჩანთები და სხვადასხვა სასკოლო საკანცელარიო ნივთები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეორე წელი უკვე ეფექტურად ვახორციელებთ ახალ ასევე, რომელიც გულისხმობს კრიზისურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ დახმარებას, კერძოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფას. პროგრამით მოსარგებლები არიან ბავშვიანი ოჯახები, კერძოდ მრავალშვილიანი, მარტოხელა და მარჩინალ დაკარგული ოჯახები, რომელთაც სარეიტინგო ფულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული აქვს 45,000-ის ჩათვლით. წელს აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 32-მა ოჯახმა. 2026 წლიდან გვექნება დაკარგვის აღნიშნულ მუხლში ქულა უკვე განსაზღვრული იქნება 65,000-ის ჩათვლით და ოჯახებმა, რომელმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით, ვეღარ ისარგებლებენ აღნიშნული მუხლის ფარგლებში. სიახლე გვექნება ასევე ის, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაში მიმდინარე წელს განსაზღვრული ჰქონდა 200 ლარიანი დახმარება, თუმცა 2026 წლიდან უკვე აღნიშნულ მუხლში თანხა განსაზღვრული იქნება 500 ლარის ოდენობით და მომდევნო წლიდან უკვე ვეტერანებს შეუძლიათ მოგმართონ განცხადებით და ისარგებლონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. ქავოტო ლია, თქვენი დაკვირვებით განსაკუთრებით რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას და ყველაზე დიდი მომართვიანობა რომელ პროგრამებზე არის ხოლმე? ამ სტატისტიკის მიხედვით ხომ არ გეგმავთ სიახლეების შეტანას 2026 წლის ბიუჯეტში? კი, მოგახსენებთ, ძირითადად ყველაზე მეტი მომართვენობა, როგორც უკვე აღნიშნე, ეს ახლა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, რადგანაც იცით, რომ გულისხმობს აღნიშნული პროგრამა უკვე როგორც გითხარით ოპერაცია გამოკვლევის დაფინანსებას და ზოგადად ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარების კუთხით მოგმართავენ, ეს გვაქვს ცალკე ესეთი პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება და სხვადასხვა საჭიროებისთვის გავცემთ თანხას არაუმეტეს ზედაზღვარი გვაქვს აქ 400 ლარის ოდენობით. მომდევნო წლიდან როგორც გითხარით, ახალშობილებში გვექნება ძირითადი ცვლილება, ესე იგი თანხა 1000 ლარის ოდენობით, როგორც უკვე ვთქვით, და ვეტერანების მუხლში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა მუხლში გვექნება ცვლილება, როგორც უკვე აღნიშნეს, 500 ლარის ოდენობით. ქავოტო ლია, საინტერესო არის, როგორ ეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ცალკე გვაქვს ესეთი პროგრამა, კერძოდ მარტის თვეში დედის დღესთან დაკავშირებით ყველა მრავალშვილიან დედებს გადაეცემათ ფინანსური დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით და ასევე გვაქვს აქვე უკვე პროგრამა უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელიც გულისხმობს ქირით გაყვანით უზრუნველყოფას. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო ციხნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ლია ბაკაშვილი.